ემოციური ასაკი. ასე მოიხსენიებენ პუბერტატს, გარდატეხის ასაკს, როდესაც თავდაყირად გება ღირებულებები, ავტორიტეტები, სტანდარტები და ფაქტიურად მოზარდი შედის ისეთ კრიზისში, სადაც ემოციური თვითრეგულაციის, კომუნიკაციის, ნდობის პრობლემები დგება. მოგესალმებით, აზროვნების აკადემიის პოდკასტი აღზრდის შესახებ წარმოგიდგენთ თემას პუბერტატს და დღევანდელი ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი მარინა კაჭარავა. მოგესალმებით, ქალბატონო და მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხართ. მადლობა თქვენ. დავიწყოთ პუბერტატის ასაკით, როდესაც ვამბობთ რომ ყველაფერი იცვლება, მთლიანად ამოყირავდება, ბავშვის ღირებულებები, დამოკიდებულებები, კომუნიკაცია, ნდობა სამყაროს მიმართ, რა პროცესია, რა პროცესს გადის მოზარდი? მადლობა. ზოგადად საინტერესოა პუბერტატიდან დაწყება, იმიტომ რომ ყველაზე რთული პერიოდი ალბათ ადამიანის ცხოვრებაში არის პუბერტატი და ეგეთი რთული შეიძლება აღარც დაუდგეს აღარასოდეს, აი მაგ სიმწვავის და მაგ სიმძაფრის. იმიტომ რომ თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ ამ დროს ხდება სრული ამოყირავება მანამდე არსებულის. ანუ რევოლუცია ფიზიოლოგიაში, ბიოქიმიაში, ფსიქოლოგიაში, ღირებულებებში, ავტორიტეტების გადაფასება ხდება, ურთიერთობების, საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების. ჯერ უმეტესად ნეგატიურია დამოკიდებულება, იმიტომ რომ ამ დროს ძალიან იცვლება ადამიანი გარეგნობით, მას კიდურები ესდება, გათმიანება ხდება, ახალი სუნი მოდის, რომელიც არის დაკავშირებული პუბერტატთან სხვათა შორის და აი მის ფსიქოსექსუალურ განვითარებასთანაც. რაღაცა ახალი გემოვნება ყალიბდება, უკვე ის ვინც იყო მისთვის ავტორიტეტი და ხშირად იყო მშობელი, მასწავლებელი, უფროსი, უკვე კარგავს რაღაცა დევალიდიზაცია ხდება, თითქოს გაუფერულდება და ავტორიტეტები შემოდიან მისივე ასაკის ან ცოტათი უფროსები, რომლებიც არიან წარმატებულები ჭყალებში ჩვენთვის, მაგრამ მათთვის ეს იმიტომ რომ წარმატება ისეთი რამე, ვინც რასაც უნდა, იმას იგულისხმებს ამაში, ხო? აი ტრენდულს რო ეძახიან, თქვათ, ვინც მოდაშია, ისეთი ბიჭები, ისეთი გოგოები, მათ როგორც აცვიათ, ისინი როგორც მეტყველებენ, რა მუსიკასაც უსმენენ და ისეც ჩვენ ერთმანეთზე გავლენას ვახდენთ ადამიანები მუდმივად, ეს არის პროცესი, ეს არის ჰომეოსტაზის ერთ-ერთი კანონი, რომ ის გამოდის წყობრიდან, მერე ისე უბრუნდება და აი აქ ხდება სერიოზული წყობრიდან გამოსვლა, ხასიათის ცვლილებები და შეიძლება პუბერტატის ხასიათის ცვლილებები ცალკე რო ავიღოთ, დიაგნოზიც კი დასვას ვინმე, მაგრამ დიაგნოზის დასმა ამ დროს არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის დამახასიათებელი ამ ასაკისთვის. შეიძლება იყოს თქვა დეპრესიული პატერნი წამოვიდეს, შეიძლება ძალიან აჟიტაცია დიდი, აგრესიული ჩაკეტვა მთლიანად საკუთარ თავში და მით უმეტეს დღეს ახლა ეს ინტერნეტ საშუალებები და სხვა მოწყობილობები ამის საშუალებას იძლევა, რომ თავი მარტო არ იზნოს ადამიანმა და რაღაცა ეს განმარტოვება ვირტუალურ სამყაროსთან. და ბევრი გამოწვევა აქვთ მოკლედ მათ ერთდროულად და ამდენ შემოტევას, რა თქმა უნდა, ძნელად უძლებს ადამიანი და დიდი დახმარება ჭირდება მოზარდს. მადლობა. აი რაღაცნაირად სიმბოლურად ესე წარმოვიდგენ ხოლმე, რომ მშობელი არის ესეთი ფარი, ქოლგა და როდესაც ეს იზრდება ბავშვი, სანამ მისი ქოლგის ქვეშ არის უსაფრთხოდ გრძნობს მშობელიც თავს. და აი როდესაც ხდება ეს შეჯახება და გარღვევა, აბსოლუტურად უსუსურია მშობელი. სად არის მშობელი, როდესაც მოზარდი აი ამ პროცესებშია, აი სად დგას ხოლმე ამ დროს მშობელი? ძალიან საინტერესოა, ჩვენ მშობლებს ხო საერთოდ პირველად ვართ მშობლები. ადვილია ჭკუის დარიგება, სწავლება, ესე უნდა, მაგრამ თვითონ შე რო ხარ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს მშობლობა ჯერ ესერთი ჩვენს პატერნი გვაქვს ჩვენი მშობლებისგან. ჩვენმა არაცნობიერმა სხვა ქცევა არ იცის, ჩვენს რეპერტუარში არის ის ქცევა, რაც არის მშობლებისგან გადმოყოლილი. მერე წავიკითხე, დავისწავლე იქ კინო ვნახეთ, რაღაცა, მაგრამ აი ესეც არ არის საკმარისი. ქცევა რო შეიცვალოს, ცოდნა არ არის მხოლოდ საკმარისი. ცოდნისა და ემოციის გამთლიანება უნდა მოხდეს, გაშინაგნება და აი რასაც უზნაძე ახა განცდას ეძახის, როდესაც გონება და გული ერთმანეთს ხვდება, აი გული გონიერიო
ღვთისმეტყველები რო ეძახიან, აი ეს თუ არ მოხდა, ქცევა არ იცვლება. ჩვენ ბევრ შეცდომას უშვებთ, იმიტომ რომ გვეშინია. ყველაზე მეტად მშობელს ეშინია, რომ რამე არ შეეშალოს, რომ მისმა შეცდომამ არ გამოიწვიოს ბავშვის კიდევ უფრო დაზიანება და შეიძლება რასაც არ უთმობდა 10 წლამდე და 9 წლამდე და რასაც შეიძლება ედავებოდა და ზოგჯერ ეჩხუბებოდა კიდევაც, იმაზე აღარ იცის რა რეაქცია კონდეს და იმდენად არადეკვატურია ეს ბავშვის, თვითონ ბავშვებს უყვით, რომ შეიძლება ეჩხუბოს რაღაცა გატეხა ნიშანზე, მაგრამ აი ისეთ ქცევაზე, რომელიც მოზარდმა იცის, რომ ეს არ არის, ვთქვათ, მისაღები ქცევა, თვითონ იცის, იმიტომ შესანიშნავი სენსი აქვს, შესანიშნავი განცდა აქვს, ტყუილსაც გრძნობს და აი თვითონ იცის, რომ არ იქცევა სწორად, მაგრამ ვერაფერს ვერ უშვება თავის თავს და მშობელი ამ დროს ხდება არაადეკვატური და სხვა შეერთ ჩემთვის ბევრს უთქვამს ესეთი რამე, რომ ყველაფერი ვცადე და არაფერი გამომივიდა და მე კიდევ პასუხობ ესე ყველაფერი რო ვცადეთ, იმიტომ არაფერი არ გამოდის, იმიტომ რომ ხდება გაუფასურება იმ ხერხების. ხან მეგობრულად ველაპარაკები, ხან ვეჩხუბები, ხან უყვირი, ხან ვეჯაჯგურები და რეალურად ერთი და იგივე ქცევაზე ასეთი განსხვავებული ის დამოკიდებულება სრულიად შეცდომაში შეყავს ბავშვის ცნობიერება, იმიტომ რომ ვეღარ ხდება, აი ერორია რაღაცა. მოდინები აღარ აქვს ესეთი ხდება, როგორ გააკეთეს, როგორ მოიქცეს. ვერ იგებს სად მოხდა და მშობელი ზუსტად ესეა და ძალიან ხშირად იცით იმის გამო რომ ჯერ ჩვენ კი პუბერტატით დავიწყოთ, მაგრამ იმდენ შეცდომას უშვებს თავიდან ეს პირველი 6-7 წელი, როცა ფუნდამენტი ყალიბდება პიროვნების, მერე როდესაც მისი დამოკიდებულება ყალიბდება, იგივე როგორც თუნდაც საკუთარ თავს როგორ განიხილავს, რამდენად ის ვალიდურია, საჭირო ავტორიტეტია, თუ შეუძლია რამის გაკეთება, ხო? ვთქვათ, იგივე კომპეტენტურობის განცდა, ეს ყველაფერი ჯერ ისედაც არ აქვს, ან არ აქვს და კიდევ ეს ყველაფერი ამოყირავება მასში სერიოზულ, ანუ პრინციპში რევოლუციის პროცესშია და რევოლუცია ზოგადად არის ძალიან სარისკო ქცევა, ხო? იმიტომ რომ ამ დროს სად მოხვდები არ იცი და რას წამოიღებს არ იცი ადამიანმა და აი ალბათ უნდა მიმართოს სპეციალისტით, იმიტომ რომ აი თუ მე ამოვწურე ყველაფერი და სადღაც ჩიხში ვარ, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც მე და ჩემმა შვილმა ერთად მივმართოთ სპეციალისტს, იმიტომ რომ ნათქვამია შინაუღდო შენდობა რა აქო და ისიც მეწაღე საწაღების გარეშეო, ხო არის ეგეთი? იმიტომ რომ ძალიან რთულია საკუთართან გამკლავება და ესე დეკლარაცია, იგივე შეიძლება მე ჩამოვწერო ყველა წესები, ვიცოდე, ვისაუბრო ამაზე თეორიულად, მაგრამ პრაქტიკა და ცხოვრება აბსოლუტურად სხვა რამეა და ისეთი იმხელა ემოცია, შვილი ისეთი სიყვარულია, რომ ემოციის თვისებიდან გამომდინარე ის მთლიანია და ფარავს სააზროვნო არხებს კეტავს და კარგად ვერ ვაზროვნებთ ძალიან შეყვარებულები, ხო? მშობელსაც გულისხმობ და ნებისმიერ ადამიანს რაღაცას ჩვენ ვერ ვხედავთ ისეთ, როგორც რეალობას ისეც როგორ ვხედავთ ეს ალკე თემა, რამდენად ჩვენ ხო ყველა სუბიექტურები ვართ და ამხელა სიყვარული, ამხელა შიში ერთვისეთ, რომ შეცდომის შიში, შეფასების შიში, რამე არ გადაცდომა არ მოხდეს. აქ ერთვება სოციუმი, სოციუმთან ურთიერთობა, იქ არ დაგვრცინონ, ვინმე რამე არ გაიგოს, რა გვეშველება. აი ბევრი მულტიპლასტიანია და მულტიფაქტორალურია. აი ამ დროს ეს ურთიერთობა და ალბათ უნდა მიმართოს სპეციალისტ მაშინ, როდესაც ჩიხშია. და რატომ ახლა იცით, კიდეც რომ გადავწყვიტოთ ჩვენ რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. ძალიან ხშირად ხდება ის, რომ ეს მე ვეძახი ამას ორმოს, ემოციურ ორმოს, ხო? აი ურთიერთობის დროს ვარდებით ორმოში, ამ ორმოდან ამოსვლა ჭის, ნუ ამოვფორთხდი, ამოვედი, ვაგზელებთ გზას, შევთანხმდით რაღაც თამაშის წესებზე და ისევ რაღაცა შემეშალა. ახლა ხომ ადამიანის შეცდომის გარეშე არ არსებობს არც დიდი, არც პატარა მით უმეტეს და
ამ შეცდომაზე განახლება ხდება მთელი წარსული გამოცდილების და ამის წამოძახება და ანუ რეალურად თუ კი რამე გაგვიკეთებია და გვისაუბრია, ისე ორმოში ვარდებით და უფრო ღრმა და უფრო მძიმე ორმოში. და ესე ხდება ხშირად წყვილშიც და მშობლები და შვილიც ხო წყვილია, სამკუთხედია დედა მამა შვილი, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ კიდე ოჯახის სხვა წევრები, სხვა სიბლინგებს, და-ძმა და ასე შემდეგ, ეს ყველა ერთიანად რაღაცა კონტექსტს ქმნის მთლიანს. იქაც არის თან დანარჩენი შვილების უკმაყოფილება, რომ შენ ის უფრო გიყვარს ვიდრე მე, შენ მას უფრო ყურადღებას აქცევ ვიდრე მე, აი და ასე შემდეგ, ჩემთან მკაცრი იყავი, მასთან კიდევ ძალიან რბილი ხარ და ისეთი აჭრა ხდება მშობლის, რომ მართლა არ იცის რა ქნას და როგორ მოიქცეს და აქედან გამომდინარე ერთია ჩემი აზრით გამოსავალი იმაშია, რომ ვაღიარო, რომ მე მეშლება, მე შემეშალა. ჯერთი ვამით ვასწავლო მას შეცდომის აღიარება. ბოდიშის მოხდა. მე არ ვიცოდი, მე მეგონა სწორად ვიქცეოდი, რომ მე შენთან ერთად ვიზრდები, მე შენთან ერთად ვსწავლობ დედობას, მამობას და ამიტომ მაპატიე, მოდი თავიდან დავიწყოთ, მოდი ერთმანეთი მხარი დაუჭიროთ ამაში. ახალი შესაძლებლობა მივცეთ ერთმანეთს, ხო, ხარი და ვიმეგობროთ, დღეიდან ვიმეგობროთ და ვეცდები, რომ შენი პირველ რიგში დედა უნდა ვიყო აუცილებლად და საერთოდ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ამაზე ძვირფასი როლი ადამიანს არ გააჩნია, მაგრამ თან ვიყო შენი მეგობარი, რომელთანაც არ შეგეშინდება რამის თქმა. რომ მე შენ მიყვარხარ მაშინაც, როდესაც ცუდად იქცევი. მაშინაც, როდესაც ყველა გლანძღავს და გაგინებს. როცა არავის არ უყვარხარ და რაღაც კუთხეში ხარ მიმწყდეული, აი მე დედა ვარ და მე შენ მიყვარხარ. ეს მიყვარხარ არ ნიშნავს, რომ გამართლებ, ან გამტყუნებ, რომ ეს ქცევა მომწონს შენი. არ მომწონს. მე შენს გვერდით დავდგები, მე შენს გვერდით მოვიხდი ბოდიშს ამ ქცევაზე და მოდი ერთად და აი ეს თუ მოვახერხეთ, მე მგონი შესაძლებელია ურთიერთობის გასწორება. ძალიან დიდი მადლობა. აი თქვენ თქვით ესეთი, მე ვფიქრობ ყველაზე ჯადოსნური სიტყვა ვცდილობ. ვცდილობ ხო არ ნიშნავს, რომ უკვე გამომდის, ხო? აი რაღაცნაირად ჩემს თავს რაღაც ახლიდან ვამოტივირებ, რომ ეს გამომივიდეს. ვცდილობ არის ყველაზე ძვირფასი სიტყვა ალბათ, რაც შეიძლება გააკეთო ადამიანმა და შენი თავის მიმღებლობაც უფრო მეტად გაქვს რა. ანუ არ ამბობ, რომ გამომდის. ვცდილობ, რომ გამომივიდეს, ხო? აი როგორ უნდა ეცადოს, თქვენ თქვით, რომ უბერტატი არ დგება ერთ დღეს. ანუ აი 12 წლის გავხდი და უნდა გადავირიო, ესე არ ხდება, ხო? აი რა არის ის პრევენციული ნაბიჯები, რაც შეიძლება უბერტატამდე გააკეთოს მშობელმა შვილთან ერთად? რას უნდა ეცადოს? მე იცით რა არის, ალბათ მე მგონი მაინც მეგობრობა უალტერნატივოა, არა დაკითხვა. ნახეთ, აი რო ავიღოთ ერთ პატარა მაგალითი, შვილი, ბავშვი მოდის სკოლიდან მაგალითად. და მშობელი რას ეკითხება? ვთქვათ, რა ჭამე, რა ნიშანი მიიღე, ხო არ შეგცივდა ვინმე ხომ რამე არ გაწყენინა და ასე შემდეგ. და ანუ დაკითხვის ფორმას იღებს ეს, რომ აბა ეხა მომიყევი და იმის დედამ თუ იცის და ყველას უყვება ყველაფერს და შენ რა გჭირს რომ არ მეყვება. ანუ ამით იკეტება ეს ბავშვი და მას არავითარი სურვილი არ აქვს მოუყვეს. თან მე ერთხელ მაინც თუ მე მისი მოყოლილი სხვას გაუზიარე, თუნდაც ჩემ მეგობრებს, რომელიც იქვე თამაშობდა და მოისმინა, როგორც ვიცინოდით ჩვენ დიდი სიყვარულით, მაგრამ ბავშვი ამას ვერ ხედავს, მის რაღაცა ხუმრობაზე ან ქცევაზე. როგორ მოუყევი მე ეს ჩემ მეუღლეს, რომელიც მან თხოვა, რომ მამას არ უთხრა არავის. რა თქმა უნდა, მე მას უნდა შეუთანხმდე, რომ მე ამას მამას ვერ დაუმალავ. იმიტომ რომ ეს ისეთი საკითხია, რომ მამაც ესეთივე შენი მეგობარია, როგორც მე. მაგრამ თუ შემთხვევით დავპირდი, რომ მე მამას არ ვეტყვი, ამ შემთხვევაში ბავშვი თუ ნახავს, რომ მამა მერე ამაზე მას ედავება, ან ეკითხება, აღარ გენდობა და ხო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნდობა იყოს ჩვენ შორის, ხო, რომ მე ნდორო მომიყო, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები, რომ შეცდომის გამო ზოგი სახში ვერ მოდის და რაღაცა შეიძლება აუტეხოს თავის თავს, იმიტომ რომ ეშინია ჩვენ ძალიან გვაქვს შეფასების შიში. აი თითქოს ხო ესე ვამბობთ, ჩემთვის სულ ერთია ვინ რას იფიქრებს ჩვენ სინამდვილეში სოციალური არსებები ვარ და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სხვების აზრი.
ჩვენ შესახებ, რამდენად მიღებული ხარ ამ სოციუმში, რაშიც ხარ. ძალიან დიდი სულიერება ჭირდება იმას, რომ ამაზე მაღლა დადგე და ხა ესეთ სულიერებაზე მოდი ნუ გვექნება პრეტენზია, უფრო დამიწება რომ გავაკეთოთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მაშინ ტყეში არ ცხოვრობ და მარტო განდეგილები ამ სოციუმში. ამიტომ როგორღაც უნდა დავლაგდეთ ისე, რომ ის მართლაც მათი აზრი გახდეს ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ჩემი და თქვენი თუ ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობაში და მთავარი იყოს ჩვენ შორის გულწრფელობა, რომ არ დავმალოთ ის, რომ და ეს გზავნილი თუ მექნება, მესე მგონია, იცით რომ მე მესმის შენი, მე განაყურში მესმის, მე მესმის შენი და მე მესმის შეფასება არ არის. ეს არის თანაგანცდა და აი შეფასებიდან ძალიან უნდა დისტანცირდეთ, ან შევაფასოთ მხოლოდ ქცევა და არ მივაწებოთ იარლიყი ადამიანს. და რატომ? იარლიყ მიწებებული ადამიანი აღარ ცდილობს, რომ რამე შეცვალოს. მე თუ ზარმაცი ვარ, იცით როგორი კომფორტია ზარმაცობა? თანიჭიერი და ზარმაცი ვარ. ამ სახელის ქვეშ არაფერს აღარ გავაკეთებ. მე თუ უზრდელი ვარ, მაშინ რატო ვეცდები, რომ რაიმეს დილობიანად მოვიქცე? და ყველა ის ეპითეტი, რასაც ჩვენ ვაწებებთ ბავშვებს, ზოგადად ერთმანეთს, ის არის სათაური და იმ სათაურის ქვეშ ხდება ფაქტების შეგროვება და ბომბივით მზადდება. ანუ განაჩენივით არის და პირდაპირ აიძულებ, რომ შეგისრულოს ის, რასაც აბრალებ, რომ ესეთი ხარ. სხვა შორის მე მაქვს ეგეთი კითხვა ხოლმე ბავშვებთან და მოზარდებთან ხშირად, რომ როდესაც ბრაზდებოდნენ მშობლები, რას გეძახდნენ? აი რას უსვამდნენ ხაზს, რა თვისებას? აი მაგალითად რაღაცა დაბდურა ხარ მაგალითად, რაღაცა ხელების მაგალითად ფეხები გაქვს ბავშვს უთქვამს, არაფერი შენ არ შეგიძლია, შენგან არაფერი გამოვა, გინდა ხისთავიანი ხარ და ასე შემდეგ და ეს სათაურები, რომელიც სიყვარულით არის, რა თქმა უნდა, ნათქვამი, ჩვენ ხომ მშობლის სიყვარულში ეჭვი არ გვეპარება, იმ ბავშვი არის ჩავარდნილი, როგორც თვით შეფასება საკუთარ თავზე წარმოდგენა. რა თქმა უნდა, მას ეს არ მოწონს, მაგრამ მოწონს თუ არ მოწონს, ეს ხდება მისი ქცევის განსაზღვრელი ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენი თვით შეფასება განსაზღვრავს და ჩვენი ქცევის мотиваციის 90% არაცნობიერია, შეიძლება მეტიც ზოგჯერ. და ეს არაცნობიერად ჩვენ მე ხო უვარგისი ვარ, მე ხო არაფერში, მე ხო არც საკმარისი ვარ. ერთი ფრაზაც იცით ნინო, აი მაგალითად მეტი შეგეძლო და უკეთესად შეგიძლია ანგრევს ბავშვს. ესე იგი, რაც არ უნდა გავაკეთო, მე თქვენ გულს ვერ ვიგებ, ვერ მოვიგე. ესე იგი, უკეთესი, ესე იგი არ ვარ ისევ საკმარისი და ეს არ ვარ საკმარისი, არ ვარ საჭირო, არ ვარ ვალიდური. იქ უშნო ვარ, იქ მე რა გამათხოვებს, იქ მე ვინ ალბათ სულ მე ვარ დამნაშავე მეგობრებთან უსიამოვნებაში, ზოგჯერ მშობელმა იცის, რომ შენი ბრალი იქნება ახლა რაც მოხდა. ანუ რეალურად ჩვენ ამას ვაკეთებთ გულწრფელად, გვინდა რომ მასში რაღაცა გამოვიწვიოთ, ან სინანული, ან რაღაცა და ჯანსაღ სინანულს კი არ ვიწვევთ. ჩვენ ვიწვევთ არაჯანსაღ დანაშაულის განცდას, რომელიც შეიძლება სამომავლოდ გახდეს პრემორბიდში იყოს კრიმინალური ქცევის წინაპირობა. აი თუ ეძახი რომ ის თუ ბავშვს ჩაუტვირთეს დანაშაულის განცდა, ის არის ყველაფერში დამნაშავე, მან რომ კომპენსაცია გააკეთოს ამ განცდის, უნდა ჩაიდინოს დანაშაული და გამოდის რომ ის აკომპენსირებს დავაში, ეხლა უკვე ვიცი რატომაც ვარ დამნაშავე და თითქოს ამოისუნთქებს ადამიანი. და ხშირ შემთხვევაში აი კვლევებიც არის ესეთი, რომ ბავშვობაში აი რაღაც რო იყო ხოლმე ცალკე გაყავდათ, როგორც აი ესეთი რაღაც ძნელად ახსასდელი ბავშვები, რომელსაც ვერ ახერხებენ, ვერაფერს, ცალკე სკოლებიც იყო, ჩემ დროსაც იყო, მე დაწმინდაზე ვსწავლობდი, ჩვენგანაც გადაყავდათ და მე ისინი მათ აღარ უტოვებ ლუფტი, აღარ რჩება შანსი, რომ რამე გამოვასწროს. მაინც ეგეთია და ზოგიერთი პიროვნულად კი გაარღვევს ამ წრეს და რაღაცას მოახერხებს, როგორც აი ზამბარა, მე რო ხელი დავაჭირო, გადახტება.
მაგრამ შეიძლება კი არ გადახდეს დარჩეს დალეწილი და ეს დალეწილობა შემდგომში გამოიხატება იმით, რომ მას არავითრის არც ინიციატივა, არც თავი, არც არანაირი პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია. ძალიან ბევრ როლს თამაშობს კიდე გენეტიკაც, იცით. მე არა ვარ ახლა გენეტიკის იმ მომხრე იმის, რომ თქოთ რაც გენეტიკურია ის აუცილებლობაა, არა, მაგრამ ესეც როგორც ერთ-ერთი მდგენელი ჩვენ ქცევის, ჩვენი როგორც გარეგნობის, როგორც თქოთ იგივე ჯანმრთელობის, იგივე სტრატეგიები, როგორ უმკლავდებით, თქოთ სტრესს, კოპინგ სტრატეგიები. აღმოჩნდა, რომ გენეტიკა გაცდა სამედიცინოს და ბიოლოგიას, იქ არის სოციალური, ფსიქოლოგიური გენეტიკა. ანუ შეიძლება აი ზუსტად ისე იქცევით, როგორც ბაბუის ძმა ან დაიქცევდა, რომელსაც საერთოდ კვეთა არ ქონიათ არასდროს, არც გინახავთ. და ხშირად ამბობენ ზუსტად ისე დადის, ჭამს, ისე დგას, წევს და აი იგივე გამკლავებები და ეს გამკლავებები განაპირობებენ მე გარკვეულ ტიპის მოწყვლადობას, ან არაადაპტური ქცევის, ან კიდევ დაავადებების, იმიტომ რომ დაავადებაც და არაადაპტური ქცევაც არის ორივე არის მორგების მექანიზმის სამყაროსთან და ამის წინაპირობა ვარ ჩვენ ოჯახი. და ხშირ შემთხვევაში თუ რომელიმე დაავადდა ეგრე პირობითად, ხო, მას ქვია იდენტიფიცირებული პაციენტი, მე როგორ აიპის ეძახე. მე ჩვენ მიყვავს ის როგორც დამნაშავე, შემარცხვენელი და აი ამან მოგჭრა თავი, თორე ჩვენ ძალიან კარგები ვართ, ამიტომ სისტემა ჩვენ ავად ვართ ყველა. ეს უნდა ვაღიაროთ, რომ მე მეშლება, მე ზუსტად ისეთ არაფრისგან დაზღვეული არ ვარ და თუ მე დღეს მაგას არ ვაკეთებ, ეს მარტო ჩემი დამსახურებაც არ არის. ხო? ალბათ ესე რომ მეცხოვრა იმ პირობებში, შეიძლება მეუარესად მექნა. აი მეტი შემწყნარებლობა, მეტი ტოლერანტობა და ზოგჯერ ჩვენ ამას ვითხოვთ სხვების მიმართ და საკუთარ შვილებთან არ გვაქვს ეს. აი რაღაცა ეს არის. ერთ ხშირად მithქვამს ხოლმე ესე უფროსებისთვისაც, რომ მე რო თქვენთან რამე დამრჩეს, ხომ არ გამლანძღავთ, რომ არც კი გცხვენია, რატო თავი არ დაგრჩა, ხომ დამიბრუნებთ და მეტყვით, რომ რას ბრძანებთ, ვის არ დაგმართნია. ამ დროს შვილს ხო ვაკადრებთ ყველაფერს, რაც მოგვადგება პირზე, რომ აი შენ ესეთი ხარ და შენგან არაფერი გამოვა და ეს ყველა სიტყვას აქვს ტყვიაზე უფრო დიდი ძალა და ყველაფერი მასში აღიბეჭდება როგორც პროგრამა, რომელსაც მე ის ასრულებს, ცნობიერად თუ არაცნობიერად. დიდი მადლობა. გამომიტივტივდა ერთი ესეთი გამოცდილება ქუჩაში, როდესაც მივდივარ, თუ ჩემს ირგვლივ არიან ადამიანები და კონტაქტობენ, მომესმინება ხოლმე მოკლედ მათი კომუნიკაცია და დედაშვილის დიალოგს უსმენ, სადაც შვილი უზიარებს, რომ იცი ესეთი ამბავი მოხდა თავის თანატოლმა, დამარტყა და მე ვიტირე და არ ვიცოდი როგორ მოვიქცე და დედის პასუხი იყო ესეთი, რომ მე რამდენჯერ გითხარი შენი პრობლემები დატოვო ბაღში. და ძალიან გავუბრაზდი იმ მომენტში, აი ძალიან მეწყინა ესეთი პასუხი, რომ დაუბრუნე ბავშვს, ცხადია, ძალიან რთულია შემდგომ კიდევ ბავშვმა გააზიაროს იგივე საჭიროება, იმიტომ რომ არ დაკმაყოფილდეს მისი მოლოდინი. მაგრამ მე ცოტა ხნის მერე ვიფიქრე იმაზე, რომ აქვს დედასამის რესურსი, ძალიან დაღლილი ხომ არ არის, მართლა მასზე ხომ არ არის ჩამოკიდებული ყველაფერი. ბევრი პასუხისმგებლობა ხომ არ აქვს აღებული, ინაწილებს თუ არა ვინმე მასთან ერთად ამ პასუხისმგებლობას. აი ესე მე თვითონ რომ შევაფასე ჩემს გონებაში ეს დედა მაშინ გაბრაზებულმა, მე გადავაფასე, დავიწყე ამ დედაზე ფიქრი. როგორია დღეს მშობელი, არის ამ რესურსის მატარებელი, შეუძლია ეს? ალბათ სხვადასხვანაირი, ნინო, იმიტომ რომ ხა მე ესეთი აზრი გამისდა, რომ შეიძლება ეს დედა ფიქრობს, რომ ასე უფრო ეხმარება, რომ თვითონ მოაგვაროს თავისი პრობლემები და ისწავლოს როგორ გაუმკლავდეს იმ საბავშვო ბაღურ პრობლემებს. ამაშიც არის იცით რაღაც ლოგიკა, იმიტომ რომ ჩვენი წინაპრები როგორ ისდებოდნენ, ხო, იგივე თქვა თავადი შვილების აგზავნიდნენ გლეხის ოჯახებში, სადაც ცხოვრობდნენ ზუსტად ისე როგორც ის ბავშვები, იმ ურთიერთობებში იყვნენ. ახლა ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა ურთიერთობები იყო ეს, მაგრამ ნუ იგივე პირობებში რაშიც ეს და შესაძლებელია იქ თვითონ
ზოგს ალბათ უჭირდა კიდევაც უმშობლოდ ყოფნა, ახლა რო ვფიქრობ და ალბათ ყველას უჭირდა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ გამკლავება იგივე როგორ ასწავლიდან ამასაც აი ეს მამლუქური თუ რაღაც სპარტანული თუ რაღაცა ზაღს და აი ბაგრატიონების რო ფეხში შველას უნდა ერბინა ხმლით და ცხენით და ვთქვათ ის ვერ იბრძოლებდა და ვერ დაიცავდა თავის თავს, ასე რომ არ გაეზარდათ, მაგრამ დღეს ცოტა სხვა გამოწვევების წინაშე ვარ და ალბათ ესეთი ხო ცოტა მშობელს მე მგონი გაუჭირდება, რომ მე გამიჭირდებოდა ბავშვისთვის ესე მეთქვა, რომ ხა ეგ შენი პრობლემაა და მე დამანები თავი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ იმ დედის კეთილგანზრახვაში, შეიძლება ის თulis რომ მას უნდა კონდეს ამის უნარი და ძალიან ბევრ სხვათა შორის რო დავკვირვები 20 ის რო ყავს დამრიგებელი პატრონი და ბევრად უფრო სუსტი და საწყალი გამოდის ვიდრე ის ვისაც თვითონ უხდება გამკლავება, თუმცა ესეც პიროვნულია, იცით ახლა მე ვთვლი რომ უალტერნატივოა დიალოგი, თუნდაც შეიძლება ეს ამას ფიქრობდე რომ ის უნდა გაუმკლავდეს თვითონ რაღაც სხვანაირად მიაწოდო, ალბათ მოусმინო, ალბათ საკუთარი გამოცდილება მოუყვერო, მეც მქონდა რაღაც ეგეთი და აი მახსოვს მე ესე მოვიქეცი, შერას ფიქრობ ამაზე, როგორ რომ კითხვები დასვა, კითხვები პასუხები მოძებნა სხვა პასუხები, რომ ალტერნატიული ქცევა ნახოს, ეს ასერტიული ქცევა ისწავლოს, რა თქმა უნდა, ეს რო ჯობია ორი აზრი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს ყველას აქვს კიდე თავისი სტრატეგია, თქვენ სწორად შენიშნეთ ძალიან ადამიანურად, რომ შეიძლება არის დაღლილი, შეიძლება არის გაბეზრებული თავისი, თქოთ, რა ვიცი, პრობლემებით და კიდე ახლა ბაღში ვიღაცამ სათამაშო წაართვა, მისთვის ძალიან ზედმეტია ამის მოსმენა და ვიღარიტევს ამას. თუმცა ახლა ეს რთულია საუბარი, მაგრამ მეც გამახსენდა ერთი ფაქტი, ახლა თქვენ რომ მოვავით ერთ-ერთ სუპერმარკეტში დედა ახალგაზრდა ბავშვი რაღაცა ისე იქცეოდა ცელქობდა, პატარა იყო ალბათ 4 წლის, 3-4 წლის და დედამ უთხრა გამყიდველს, რომ დაგიტოვებ თუ ამ ბავშვს და ცუდად იქცევაო და რომ დავტოვო აქ შეიძლებაო და მე არა ვარ ძალიან სოციალურად აქტიური, ესე სიტყვით გამოსულა. ბავშვს უყურებ ესე და ცრემლები მოადგა და ესე ჩაებღაუჯა უკნიდან და ფიქრობს ახლა ის რომ დედა ეს ხო ხუმრობა არ ესმის ბავშვს და ის გამყიდველი კი დაიბნა, მაგრამ აყვა დედას, კი ბატონო დაგვიტოვეთო, რა თქმა უნდაო და ბავშვი ამას ისუმთლად და მე ვერ მოვითმინე და უთხარი შეხედეთ მეთქი ბავშვს თქო ჩუმად უთხარი თვალებში თქო და რომ მოტრიალდა და ეს ცრემლიანი თვალები და ბოდის გიხდით მეთქი, მაგრამ რაღაცა ვერ შევიკავე მეთქი თავი, იმიტომ რომ ისეთი შიში და თავზე ექცევა სამყარო ბავშვს ამ დროს, რომ დედამ შეიძლება დატოვოს მაღაზიაში და მე გვიკვირს ნდობა რატო არა აქვს. რა თქმა უნდა დედას ეს არც უფიქრია, ეს მე და თქვენ ვიცით და იმ გამყიდველმაც იცოდა, მაგრამ ბავშვმა ეს ხო არ იცის. ამიტომ არის არათუ სიტყვას, აი რაზმნებს ვხმარობთ, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, იმიტომ რომ ის წინადადება ჩვენ როგორც გავაწყობთ, ისე ვაზროვნებთ, ისეთ პროგრამას უტვირთავთ და ის ზმნა, ქართული ზმნა, ორპირიანი და სამპირიანი პირდაპირ მოქმედებას ვასწავლი ამით და ისედაც თერაპიის დროს თუ ამას აკვირდები, პირდაპირ ას ხედავ როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი, მისი ცხოვრების სტილს და სტრატეგიებს და რა ვიცი, ალბათ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს როგორ ვეუბნებით პირველ რიგში და რას ვეუბნებით მეორე რიგში. ამ პირიქით არ ვიცი ხა რაღაცის თქმა რო გვინდა, ესა ამაში არაფერი არ არის დაუშვებელი. მე მგონი ყველაფრის თქმა შეიძლება მეტნაკლებად მაგრამ აი რა ფორმით ეტყვი, როდის ეტყვი და რა სენდვიჩს გააკეთებ, ასე ვთქვათ, აი ამ კონტენტიდან, ამ წინადადებიდან, რომ და დაუსვამ ჩემ თავს კითხვას, რომ ამას რისთვის ვამბობ ახლა მე, რა მინდა რომ მივიღო აქედან, მინდა მივიღო ის რომ თქვენ გაგაგებინოთ, თუ მინდა დაგსაჯოთ, დაგამციროთ, ვთქვათ და გაგაუფასუროთ, აი რა მინდა ამით და როგორ შეიძლება შვილზე ეს მინდოდეს.
როცა სხვაზე არ უნდა მინდოდეს ესეთ ხო ამის გაკეთება. და რაღაცა ალბათ არის რომ არ კონცენტრირდებით ალბათ ან ფიქრობთ რომ უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამე და ამიტომაც აი ამ ბავშვის მესიჯს რასაც ის გვაწვდის ახლა ის მაღაზიის შემთხვევა მეც ამომიტივტივ და ბავში ეკითხება ხომ არ დავიკარგები ნუ დიდი მაღაზია სივრცე დიდი ადამიანები ერთი წუთი უნდა ზუსტად რომ უთხრა თუ ვერ დამინახავ რა უნდა გააკეთო და მთელი ის პერიოდი რაც ის ბავშვი ამ სივრცეში იყო ამ ერთი კითხვას არა ხო გითხარი არ დაიკარგები არა მაგრამ პასუხი უნდა რა მოხდება თუ დავიკარგები ხო თუ ვერ დამინახავ რა უნდა გააკეთო და დამშვიდდა ეს ალბათ აი ამაზე კონცენტრირება არის უაღრესად მნიშვნელოვანი რას მაწვდის ეს ბავშვი რატომ არის რა არის ამ ქცევის მოტივი ამ თურმე რას დარდობს ხო მარინა, თქვენ აღნიშნეთ რომ იცვლება ავტორიტეტები, დამოკიდებულებები, მშობლები განიცდიან და ხშირად არაუსაფუძვლოდ როცა ამბობენ რომ აი არ მინდა იმის ზეგავლენის ქვეშ იყოს, იმიტომ რომ აი ეს ბავშვი არ მომწონს, ვიღაცა თანატოლი არ მოსწონს, იმიტომ რომ თქვათ მათი კომუნიკაციის მომსწრეა და ესე საუბრება ჩემ შვილს რომ იცოდე მოგკლავ და ნუ რაღაცა ესეთი მაგალითები მოყავს მშობელს რის საფუძველზეც აკეთებს ამ განაცხადს რომ არ მინდა რომ ჩემი შვილის მეგობარი იყოს ეს და რა გავაკეთო. ეს მეგობრობის თემა ზოგადად და ბულინგის თემა ალბათ ცალკე საუბრის თემაა კიდე, იმიტომ რომ ალბათ ყოველთვის იყო ეს რომ მშობლებს უნდათ რომ კარგ წრეში მოხვდეს ბავშვი და მშობლის იგივე განზრახვა ამ შემთხვევაშიც პოზიტიურია, იგი შეგყავს ისეთ სკოლაში, სადაც ფიქრობ, რომ კარგი განათლება, სადაც ფიქრობ, რომ არის უსაფრთხო დაცული, იგივე ესეთ ბაღში. ამისთვის მშობელი იხდის საკმაოდ დიდ თანხას, რომ მისი შვილი იყოს დაცული და უსაფრთხოდ. და ნუ ერთი შეხედვით მას აქვს უფლება, რომ ვინმე არ მოწონდეს, მაგრამ როგორ მიაწვდია ამას? ერთის მხრივ შეიძლება ეს ბავშვი დავჩაგრომე და ამ დაჩაგვრით მას საერთოდ მოუკლა ურთიერთობის სურვილი და მეორეს მხრივ მასში გამოიწვია ნეგატივისტური ეს წინააღმდეგობა, რომ აი არა პირიქით უფრო მეტად გამაღიზიანებლად იმასთან იმეგობროს. ეხლა აქ უკვე რა ფაქტურაა თვითონ ბავშვზე ძალიან არის დამოკიდებული ძალიან და თან რა ასაკშია ეს ბავშვი, როდესაც ესე ვესაუბრები, იმიტომ რომ რაღაც ასაკში ერევი პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ ერევი, მაგრამ რაღაც ასაკიდან ვეღარ ერევი. და ამ დროს ესეთი იცით როგორ არის, აი როგორც მშობლის შეგინება შეიძლება, მშობელი არის არაგვირჩევია ჩვენ. და ადამიანს არ უნდა ელაპარაკო მის მშობელზე მით უმეტეს ნეგატიურად. ამის უფლება შენ თავს არ უნდა მისცე. მაგრამ მეგობარი არჩევანია. ნახეთ, მე თქვენ გიწუნებთ ერთის მხრივ მოცემულობას, ოჯახს და რაღაცას და მეორეს მხრივ გიწუნებთ უკვე არჩევანს. მაშინ საერთოდ გაუფასურებული ვარ მე. პირიქით ამ დროს რაღაც ისეთნაირად უნდა მოხდეს მიწოდება, რომ იმ ადამიანში, რომელიც არ მოგწონს, მეც ვეძებო რაღაც დადებითი, შეიძლება რატომ ირჩევს ეს ბავშვი, რატომ ხდება მაინც და მაინც მე რომ არ მომწონს ისეთებთან. ან მე რომ არ მომწონს ეს რამდენად რა ვიცი, ახლა ლეგიტიმური როგორ თქვა, მაქვს ამის უფლება არ მომწონდეს, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს ახლა რეალობას, რატო არ მომწონს მეც, რა არის ის მიზეზი, რომ არ მომწონს. იქნება ამაშიც გავერკვე და რაღაცა ძალიან სიფრთხილე აქვს საჭირო, იმიტომ რომ დაზიანდება. ბავშვი ძალიან ზიანდება, როდესაც მას ესე თქვათ პირდაპირ უკრძალავ, რომ არ დაგინახო იმასთან და შენ გაგაფუჭე. ჯერ ეს ერთი ჩვენ შვილებს არ ვიცნობთ. იმდენად არ ვიცნობთ, რომ რომელი იყო ინიციატორი, ჩვენ არ ვიცით. და თქვათ რაღაც ცუდად მოიქცა 2-3 ბავშვი. მაგალითად ეზოში. და იმ რომელიმეს მშობელი მოუვარდა მეორეს და შენმა შვილმა ეს რატოა დარწმუნებული, რომ მისმა შვილმა არ მოიგონა ეს ბავშვი ისიც და ისიც, ხო, რაც თუ ერთმა მოიგონა, შეიძლება მეორემაც მოიგონოს და ამ დროს ალბათ თანამშრომლობაა საჭირო და მეტი ამ ბავშვების მორიგება, შერიგება და რბილი დაცალკევება თუ ეს მოხდა გარდაუვალი თუ ეს გარდაუვალია და რაღაცა რომ მოხდეს არა მატრამბირებელი ფორმით, რომ ესე იგი მე შენ
ამას გიბრძანებ, ან შენ არ გივარგა გემოვნება, შენ არ იცი ვისთან უნდა იმეგობრო და მე ვიცი. და ეს მე ვიცი შენ არ იცი და ესე დიდაქტიკურ, დირექტიულ, ზემოდან ქვემოთ ურთიერთობა ძალიან მომაბეზრებელია. ბავშვისთვისაც და დიდისთვისაც, აი თქვენ გაგეხარდებათ ეგრე რომ ვინმე დაგელაპარაკოთ ანმე და ზუსტად ისეა ეს ბავშვიც. ხშირად ეს ვექტორი ჩემსკენ უნდა მოვაბრუნო. მე რომ ახლა ვინმე გიქნიოს თითი, იმიტომ რომ ამასთან როგორ მეგობრობ, ეს შენ არ გეკადრება ან რაღაც ეგეთი. ნუ მინიმუმ არ მესიამოვნება და ბავშვს კიდე ძალიან ტკივა, ძალიან გული წყდება. ჩვენ არ ვიცით ის მოტივები და საუბრის დროს შეიძლება გავარკვიოთ რა მოეწონა იმ ბავშვში. შეიძლება აი ეს people pleaser-ებს რო ეძახიან, კარგი გოგოს და კარგი ბიჭის სინდრომი არსებობს, რომელიც ყალიბდება სწორედ იმით, რომ მე თუ კარგი არ ვიქნები, შენ ჩემთანავე არ იმეგობრებ. დედასთანაც თუ ეგეთი დაყენება არის, ასე იგი setting-ი ეგრეთ წოდებული, რომ შენ თუ კარგი იქნები, მაშინ მოდი და მელაპარაკე, თორე ისე არ მჭირდები. ეს სხვასთანაც ესე იქცევა და იქნებ ეგ არის მიზეზი, რომ ის მოწონს, იმიტომ რომ ის სხვებსაც მოწონთ და მასაც უნდა მასთან მეგობრობა. არ ვიცით ეს მიზეზები ჩვენ რამ განაპირობა. იქნებ მის მეტი სხვა არავინ ელაპარაკება ჩვენ შვილს და ისე მარტო იყო და ის გამოჩნდა. მხოლოდ მან შეამჩნია. აი მოკეთ ამ იმდენი რამე არის გასარკვევი, რომ ესე მიფუჩეჩება. რომ მე ეს არ უნდა და მორჩა. ადამიანის თითოეული ადამიანი არის სამყარო, აი შეუცნობელი სამყარო, ძალიან საპატივსაცემო, ძალიან ძვირფასი და ამ ადამიანს მოფრთხილება ჭირდება და თუ კი მე სახში არ მიფრთხილდები ან სხვაგან ვინ მომიფრთხილდებ და გამოდის რომ მე არ ვფრთხილდები, ამ დროს ხო ისევ ვიმეორებ და გამომეორდები განზრახვა პოზიტიური, მაგრამ შენთვის კარგი მინდა და იმიტომ გეუბნები, თორემ ხა იმას შენთვის ცუდი ხო იმიტომ გითხრა ეს გასაგებია შეიძლება ყველაფერი ვიფიქრო მაგრამ აი როგორ მოვიქცევი ისე უნდა მოვიქცევ არ დავაზიანო თორე კი ბატონო ახლა მასე მართლაც შეიძლება იყოს რაღაც საფრთხე მაგრამ ესეც არ ვიცით საიდან მოდის საფრთხე იქნებ პირიქით არის ჩემი აღქმით ესეა და მისი თქმა უნდა ხო იმიტომ რომ მოზარდები მას შესაძლებლობებს ეძახიან რასაც ზრდასრულები და მშობლების საფრთხებს ნათქმა უნდა. თქვენ გაქვთ სისტემატიური კონტაქტი მოზარდებთან, ჩვენთანაც გაქვთ შეხვედრები. მე შემინიშნავს და თქვენც ცხადია შეგინიშნავთ, არა მხოლოდ გარკვეული აზრის ჩამოყალიბების ან პოზიციის გაზიარების დროს, როდესაც ერთი საუბრობს, მეორემ შეიძლება დაიწყოს შეფასება, რანაირი ხმა გაქვს, რანაირად იცინი, რანაირად ლაპარაკობ. ანუ არ შინაარსზე არ მაქვს საუბარი. უბრალოდ თვით გამოხატვა რომ დაიწყო და რაღაც გაიცინა ან რაღაცა განსხვავებული ხმის ტემბრი აქვს, აი ამის გამოც კი შეიძლება იყოს შეფასებული. მადლობა ნინო ამ კითხვისთვის. მე საერთოდ მოზარდებთან გამოცდილება მივიღე აქ, იმიტომ რომ მე დიდ დასრულებთან მუშაობდი ყოველთვის, ან ლექტორი ვიყავი, ან ტრენერი, ან თქო და ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, ძალიან საინტერესო იყო და ძალიან ბევრი რამ მასწავლეს და გამზარდეს ამ ბავშვებმა მე და ბევრი რამეს ვეკითხები მათ. და ჩვენ მეგობრობთ, მე ასე მგონია. ჩვენი პირველი შეხვედრა იწყება ამ დათქმით. და ეს დათქმა არის უნივერსალური და ხშირად შეიძლება ყოველი დაწყებისას ვიმეორებთ. ჩვენ აქ ერთმანეთის გადაკეთებას არ ვაპირებთ. წესი ნომერი პირველი. მეორე ჩვენ აქ ერთმანეთს შენიშვნებს არ ვაძლევთ. მესამე, რასაც აქ ვამბობთ, ჩვენ ამას არ ვიყენებთ სხვაგან. იმიტომ რომ შეიძლება მოყვეს თავის კლასელზე რაღაცა და მე იმან გაიტანოს ჯორები. ეს ძალიან მოწონთ, იმიტომ რომ კონფიდენციალურობის ისე. და მეოთხე ეს მე ვამბობ ამას, რომ ჩვენ აქ გვაქვს უფლება შეცდომის და სისულელის თქმის. ზოგჯერ გვეშლება, ზოგჯერ სისულელეს ვამბობ. მეც და თქვენც ჩვენ ერთმანეთს არ დავცინით, მაგრამ ყველა ერთად ვიცინით. ეს არის ის ძირითადი ხუთი წესი, რომელიც ჩვენ გვაქვს და ასე ვიწყებთ ურთიერთობას და როდესაც ახალი შემოდის,
ახლის გაცნობის ესეთი წესი გვაქვს ერთად შემუშავებული, რომელიმე გააცნობს ჩვენ წესებს, ძალიან ამაყები არიან, რომ ეუბნებიან, რომ აქ ეს ამბავი არსად არ უნდა გაიტანოს, ამით იწყებენ. ეს არის მათთვის მაგით მივხვდი, რომ პრიორიტეტი ეს არის, რომ აქ რასაც მოისმენ, ეს სხვაგან არ უნდა თქვა. და მე უკვე დანარჩენი. და აი თქვა ესეც მათთვის ძალიან უცნაურია, რომ მაქვს სისულელის თქმის უფლება, მე ხო ამის უფლება არასდროს არა მაქვს, სულ თავში ჩამცხებენ, რომ ეს რა სისულელე თქვი და ეს რა უაზრობას არც კი გცხვენი და ამ დროს აქ შემიძლია რომ რამე შემეშალოს, მე არ დამცინებენ. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ვინმე სისულელე სიტყვის ან სპეციალურად დაუშვებს შესწავლას, მაგრამ ის გზნობს თავს შვიდად და უსაფრთხოდ. ეს უსაფრთხოება თუ არ იქნა, რომელ ურთიერთობაზეა საუბარი. და მე ვფიქრობ, მე ვცდილობ, რომ პირველ რიგში შევქმნათ უსაფრთხო გარემო, დაცულობა და თვითონ გამოიტანონ თემები. ნუ თუ თვითონ არ გამოვაქვთ, მე რაღაც სავარჯიშო ან რაღაცა მე შემაგდა იმას ვაკეთებთ, ან ვსაუბრობთ. მაგრამ მე მიჩვენია ხოლმე, რომ თითოეული მათგანი იყოს გამოხატული იმ შეხვედრაზე. და თავარი, აი ეს უსაფრთხოება, დაცულობის შეგრძნება და შეფასების შიში, რომელიც ყველა სხვა ადგილას მას აქვს, აქ არ ქონდეს. და ყველაზე დიდი რესურსი ალბათ ეს მიაქვთ მათ. ხშირად ამბობთ, რომ აქ ესე ვგრძნობთ. ალბათ ეს მათაც უნდა ვკითხოთ. აქ ესე ვგრძნობთ თავს. მადლობა. ონლაინ კომუნიკაცია, მშობლები ესე ამბობენ, ჩვენი დაკვირვებითაც, მოზარდებიც ესე ამბობენ, ნუ კოვიდის შემდგომ განსაკუთრებული სიმძაფრით იჩინა თავი, რომ ონლაინ კომუნიკაცია გახდა მათთვის დომინანტური. ყავთ მეგობრები, შეყვარებული, რომელსაც ვიზუალურად არ იცნობს, მხოლოდ მიმოწერა აქვთ. რა პროცესია ეს და რამდენად უსაფრთხოა მათთვის? ეს გამოწვევა ეს არის ის ტალღა, რომელსაც აი ცუნამი, რომელსაც ვერაფერს ვერ უზამ, ახლა შეგიძლია ეცადო ნაკლებად დაზიანდე. ხო არის რაღაცა წახვიდე ტყეში და შეხვიდე ციხესიმაგრეში, ეგეთ დისფუნქციური ურთიერთობებში შედიხარ და საკუთარი არსებობს ეგეთ დისფუნქციური ოჯახი ციხესიმაგრე, სადაც არაფერს გარედან არ უშვებს შიგნით და მარტო ჩვენ ვიხარშებით რაღაც ჩვენს იმაში, ასე ვთქვათ, იდეოლოგიაში თუ რაც გნებავთ. ნუ ცხოვრობ იმ სამყაროში, რომელშიც ცხოვრობ, ჩვენ გვიწევს ამასთან ურთიერთობა და დღეს ტელეფონი უკვე ამას მარჯვენა ხელის თუ მარცხენა ხელის დანამატს ეძახიან, ასე ძინავთ, ასე დადიხარ, ასე ამაში არის ტაქსი, ყიდვა, ბანკი, წერილი, ლექციის ჩატარება, მესიჯის მიღება, გზავნილის მიღება, რაღაცა პოსტები და ასე შემდეგ და რეალურად ასევე ჩანაწერი რომ ორშაბათს რა ვქნა და სამშაბათს რა, რეალურად მეორე მე ხდება უკვე ეს. და ესეც რეალობა, ახლა ჩვენ ეს მოგწონს თუ არ გმოგწონს. მე ვეუბნები ხოლმე მოზარდებს, რომ მოდი დავაწესოთ კიბერდიეტები. ხო არსებობს დიეტა, რაღაც კეტო ან რაღაცნაირი. ჩვენ გვაქვს კიბერდიეტა, რომელიც გულისხმობს ცნობიერად და ეს თავისი საკუთარი ნებით თქვას რაღაც პერიოდი უარი ხოლმე და კორიდორები გავაკეთოთ სუფთა ამისგან დაცლილი. და თვითონ ძალიან მოწონთ ეს, იმიტომ რომ ჩვენ ზოგჯერ ვითვლით რამდენი საათი არის და წარმოუდგენელ რამეს ამბობ 12 საათი, 10 საათი, 8 საათი. აი ხანდახან ფიქრობ რომ ესე იგი სულ ჩართული აქვს და სულ იქ არის. ახლა თლათ ეგრე არ არის ალბათ, მაგრამ ამ რეალობაში ვარ ჩვენ. ნახეთ ის, რასაც მე ვერ ვახერხებ ყოფაში და რეალურ ცხოვრებაში, მე ვახერხებ იქ. მე იქ ვარ ლამაზი, ვარ მამაცი, ჭკვიანი, მე იქ შემიძლია აი რაც დღეს ხდება სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენო, ისე რომ პასუხს პასუხს ვერ იღებ. ეს ის პასუხი არ არის, რასაც ცხოვრებაში რომ ვინმე შეურაცხყოფა მიაყენო, ხო, ან ქუჩაში ან სადმე. იქ რაღაცა ესე იგი ყალბისი მამაცე შემოდის ცოტა უზდელობაში გადასtildeც და თუ კი რამე აი ისეთია ბნელი ნაწილები და დაზიანებული ყველაფერი მოდის წინ. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ურთიერთობთ ერთმანეთთან დაზიანებული ნაწილებით, ამას უცა შესანიშნავი და ლამაზი ბევრად მეტია. მაგრამ აი იქ ვატაკებთ ერთმანეთს თიც და იქ ვტკენთ თითქოს.
ამიტომ ის ქვენაგრძნობების რაღაცა მანიფესტაცია ხდება მთელი ბრაზის, აი რაც კი რამეზე და ვინმეზე გაბრაზებულა, აქვს ადგილი, სადაც შეუძლია ეს გამოხატოს და დაუსჯელად და პასუხგაუცემლად და აქედან ეს ერთი, მეორე ის რომ ისე არავინ ემეგობრება და აქ ემეგობრება ვიღაცა, ისე არავის მოწონს და აქ ვიღაცას მოეწონა და შეუყვარდა უცხოელს მაგალითად ან კორეელს ან ევროპელს ვიღაცას ან ამერიკიდან ვიღაცა წერს რაღაც არც ვიცით რა ასაკის არის, არც ვიცით როგორ გამოიყურება ის ფოტო ნამდვილად ის არის თუ არა. დღეს კიბერბულინგი ერთ-ერთი ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის და იგივე დაწყებული ბანკების ანგარიშების დაცარიელებით, იმიტომ რომ ზედმეტად რო ენდობი და რაღაცა ვთქვათ შეიძლება ინფორმაცია მიაწოდო, ამ ჰაკერებს ეს შეუძლიათ დამთავრებული დღეს არაფრით არ შემიძლია ვთქვა და ამაზე ხშირად გვისაუბრია ეგრეთ წოდებული ნუდების, ანუ საკუთარი სხეულის ფოტოების გენიტალიების თუ სხვა რაიმე ფოტოების გადაგზავნა ერთმანეთთან. ძალიან უცნაური მოდაა, მაგრამ ამას აკეთებენ ზოგი დაშინებით, ზოგი თხოვნით, ზოგი ნდობით და შემდგომში ამის გამოყენება ხდება, ჩაგდება და წარმოუდგენელი ბულინგია ამ მხრივ. დღეს ეს ბულინგი ბევრად უფრო მძაფრია, ვიდრე ის ქუჩაში რომ მუსტიკრივით ცემატყება იყო. ნამდვილად. ამას ისევ ერთი არსებობს რაღაცა პროგრამები, მშობელს შეუძლია აკონტროლოს კონტენტი, სად არის ბავშვი შესული. იცით რა, მშობელი 18 წლამდე არის პასუხისმგებელი მის უსაფრთხოებაზე, დაცულობაზე, მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე. ამიტომ მას აქვს ამის უფლება. ეს ბავშვსაც უნდა უთხრას, მე მაქვს ამის უფლება, იმიტომ რომ მე ვარ პასუხისმგებელი შენ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. იმიტომ რომ ეს რო არ გააკეთო, მე გეტყვი სად იყავი მაშინ დედა შენ, როცა მე ასეთ დღეში ვიყავ. გეძინა შენ საქმეს აკეთებდი, აუცილებლად გეტყვის. ეს აუცილებელია ვიცოდეთ, სად შედის, რას აკეთებს. იგივე ვთქვათ, არის ლოკაციები, ადგილმდებარეობა შეიძლება იცოდე ბავშვი სად არის იმ დროს, როდესაც არ არის შენთან. ესეც არ არის ზედმეტი ცოდნა დღეს, ხო? იმიტომ რომ ვთქვათ, შესაძლებელია ან დაიკარგოს მაგალითად არიან მოზარდები, რომლებიც ოროყვებიან, ვერაგნებს სადღაც ტირის, მერე ურეკავს, მერე ხან ვიღაცას ქუჩაში აჩერებს. რაღაც მშობელმა რო იცოდეს, შეიძლება გაუჭირდეს ბავშვს. ასევე ის რომ ვიღაცა რომ მას რამე საშიშს წერს, რომ ბავშვს კონდეს იმის ნდობა და იმედი რომ მშობელს მოუყვეს, რომ მე სულ ჩემი მუდმივი გზავნილი არის ის, რომ ყველაზე მეტად უყვარხართ მშობლებს. აი ძალიან ბევრს წუწუნებენ ესე მითხრა შემომიღო კარი. მაინც მას ყველაზე მეტად უყვარხარ და სულ ვეუბნები ჩვენ გვამართლებს სიყვარული. იმიტომ რომ მესმის რომ გვეშლება, მესმის რომ ეს არ არის სწორი ესეთი მოქცევა, მაგრამ გვამართლებს სიყვარული და ის შიში რომ რამე რომ იყო უსაფრთხოდ და სულ ვცდილობ რომ მშობელი იყოს პირველ ადგილზე. იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს მე როგორც ქრისტიანი, ჩემთვის მეხუთე მცნება არის ყველაზე ძვირფასი მცნება, კაცობრივი მცნებებიდან და ერთადერთი მცნება, რომელიც განმარტებულია უფლის მიერ და მოსეს მიერ ჩაწერილი, ეს არის მეხუთე მცნება, რომ პატივი ეცი მამას და დედას შენსას. თუ გინდა რომ დღეგრძელი იყო და კეთილი გეყო შენ. მეტი რა ეთქვა. ანუ დიდხანს სიცოცხლე და კეთილად სიცოცხლე გადის მშობლების პატივისცემაზე და ჩვენც უნდა ვეცადოთ რომ ისე მოვიქცეთ რომ პატივისცემა ეს არ დავარღვევინოთ ეს ცნება ბავშვებს. ჩვენც ხო ამაში ვიღებთ მონაწილეობას და მათაც ეს უნდა იცოდნენ. და რაღაცები სიმკაცრეც საჭიროა, იცით, იმიტომ რომ ის რომ თქვათ ყველაფერი შეიძლება დღეს მეორე უკიდურესობა შეიძლება ბავშვმა რაღაცა გადაგასხას თავზე, რა ვიცი, საჭმელი და არავინ არ უთხრას ამაზე შენიშვნა, იმიტომ რომ არ დაისტრესოს. მოგეთ ერთი უკიდურესობიდან, პოლარობიდან მეორე პოლარობაში აღმოჩნდით და რაღაცა ცენტრისტული, მეგობრული და ავტორიტეტზე დამფუძნებული ურთიერთობა. ვეცადოთ ვიყოთ ავტორიტეტები ჩვენი შვილებისთვის ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით მოზარდობით. როგორ რომ მე ვერ ყვევი იმ მუსიკაში, რასაც ის უსმენს, როგორ რომ მე ვერ ყვევი იმ მოდაში, რასაც ის მისდევს, მე ვერ ყვევი იმ ლიტერატურაში, რასაც ის კითხულობს, იმ
რა ვიცი, თამაშებში, რომელიც დღეს რომელსაც ბავშვები თამაშობენ, იმიტომ რომ მე თუ ამენაზე დაველაპარაკებ, მაშინ მე მომისმენს და მე თუ ვეტყვი რაღაცა, შენ გადმონაშთი ხარ წარსულიდან, რომელიც წარმოდგენა არ აქვს ჩვენ ბავშვებს რა გვინდა. რატო? შეიძლება მოусმინო ერთად და მე ვთქვა, ნახე ჩვენ რას უყურებდით და რას უსმენდით და შეადარებინო იქნებ მოეწონოს უფრო ის, რაც მე მომწონს, კლასიკა მაგალითად. საგანმანათლებლო სისტემაშიც იგივენაირად, ხო, აი მე მახსოვს ახლა ჩემი შვილის ემოცია, როდესაც დავალება მისცა, ვთქვათ, მასწავლებელმა, გადაიღო მისი საყვარელი საკვები და აეტვირთა როგორ ამზადებს, ანუ აი ეს პროცესი, რო ვთქვათ, მისთვის კომფორტული ტექნიკა შესთავაზო, გაგიზიაროს ინფორმაცია, ანუ ვთქვათ, შენ თვითონ დაინტერესდე, იმიტომ რომ ეხა თანამედროვე თაობა უყურებს ანიმეებს და ეს ანიმეებიც ესე ხისტად, რომ არც ერთი არ ვარგა და ყველა ცუდია და ყველა წამლავს, არა, შეიძლება იმ საკვებით დაინტერესდე, რითიც იკვებება და მე ეს კარგი შესაძლებლობა ამ თემაზე სასაუბროთ, ნდობის მოსაპოვებლად, ღირებულებების გასაზიარებლად, კომუნიკაციისთვის, ხო? აი, ოთარ ჭილაძეს აქვს ესეთი არაჩვეულებრივი ფრაზა, ნდობის გამოცხადება დიდი პატივია, მაგრამ მთავარი მაინც მისი გამართლება. მშობლები ამბობენ, რომ ვენდე, ბევრჯერ ვენდე და ეხლა აღარ ვენდობი. იცით, ნდობა არის ის, რის მიცემაც მე შემიძლია თქვენთვის. მე მეტი არაფერი არ შემიძლია. ჩემი კონტრიბუცია ურთიერთობაში არის ნდობა. მე აი ნარკომომხმარებლებთან მუშაობ. წლებია მუშაობ და ზოგს უკითხავს, ჩვენ როგორ გვენდობიო? და მე მაგას ვუპასუხობ ზუსტად, რომ მე სხვა ინსტრუმენტი არ მაქვს თქვენთან ურთიერთობისთვის. მე შენ გენდობ. ეს არის ჩემგან, ჩემი შემონატანი და აღარ გენდობი ნიშნავს იმას, რომ ეს ამ ადამიანს კონდეს იმედგაცრუება, რომ რა აზრი აქვს ჩემ ცდელობას. იქნება და ცდილობს რაღაცას, იქნება და ეცადა და აი არა მე შენ უკვე აღარ გენდობი, იმიტომ რომ დაუცდა ფეხი რაღაცაზე. მისთვის ეს შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. და ამიტომ, რა ვიცი, შეიძლება გულში შეგვეპაროს ეჭვი, მაგრამ ესე პირდაპირ ადამიანს ეს მიახალო და უთხრა საყვარელ ადამიანს. ძალიან მტკივნეულია და სარისკოა, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ჩვენთვის ხომ მაინც მივდივართ იქ, რომ ყველაზე მეტად ვინც გვიყვარს, იმაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ ბავშვები, შვილები და ყველაზე მეტად მოსაფრთხილებლები ალბათ ისინი არიან. არა იმით, ესე იგი, რო ქვია, ჰიპერმეურვეობით, რომ დედა გენაცვალოს მე, შენს მაგივრად მე ვიცხოვრებ, მე ვისწავლი, მე შევჭამ, მე გავთხოვდები, მე ყველაფერს მე. არა, მე შენს გვერდით ვარ და მე შენ მიყვარხარ ყველანაირი. როგორიც ხარ, ავად ხარ, კარგად ხარ, კარგად იქცევი, ცუდად იქცევი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით. არის ესეთი მოცემულობა საშუალო სტატისტიკით, როდესაც ბავშვების პუბერტატი დგება, აი ეს კრიზისი, რაღაცნაირად მშობლების კრიზისიც ემთხვევა. აი 40-დან 50 წლამდე არიან დაახლოებით მშობლები, ვისაც ამასაკის შვილი ყავს და მათაც აქვთ თავისი ასაკობრივი განვითარება და კრიზისი, ხო? იგივე ვინ ვარ მე, სად ვდგავარ ამ სამყაროში, რა მინდა, რა შევქმენი, კმაყოფილი ვარ თუ არა საკუთარი თავით, ოჯახში არსებული კრიზისი, ვთქვათ, ცოლ-ქმრის კონფლიქტი, მყიფეა ზოგჯერ მშობლის ემოცია. და აი ესე პოზიციონირებენ, რომ იქნებ მეც მინდა დახმარება. იქნებ მეც მიჭირს. კარგი ის იყო შენიშვნა და ჩართვა, აქცენტი, სწორი აქცენტია. ამას აქ ეძახიან სენდვიჩის ასაკს ზოგადად, თქვენ რაც ბრძანეთ, იმიტომ რომ ქვემოდან უკვე გაწვევიან შვილები და ზემოდან გაწვევიან მშობლები, რომლებიც მოხუცდები მიდიან სიბერისკენ და მათ თავისი რაღაც მოთხოვნები აქვთ და თავის პრეტენზიები. და აი ამ ორ ინსტანციას შორის ადამიანი აკეთებს არჩევანს. ამ დროს ღირებულებების ცვლილება, ამ დროს რაღაცა დევალვაცია რაც არის, ფრუსტრაციები, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში არის და ურთიერთობის გაუფასურება, რაც ცოლ-ქმარ შორის ხდება და პატივისცემის ჩამოშლა, ხან ერთის, ხან ორივეს, ხან რა ვიცი, სხვადასხვა მიზეზებით,
იწვევს იმას, რომ მართლაც ბავშვის დარდი არავის არ აქვს და მე მომისმენია, რომ რა ვქნა, მე ავირჩიე ჩემი თავი. და აირჩიე შენი თავი არის ერთის ხო ქრისტიანული, რომ გიყვარდეს მოყვასი როგორც შენი თავი. მაგრამ მეორეს ხო ძალიან ეგოისტური, გაჩინე რას გულისხმობ. თუ გულისხმობ იმას, რომ მე ისე მოგექცევი, როგორც მინდა რომ მე მომექცენ, მაშინ მე სწორად ავირჩიე ჩემი თავი. და თუ მე ისე ვიქცევი, რომ არ მაინტერესებს არავინ და არაფერი ჩემს გარშემო და აი მე ყველაფერი მე მინდა, ამ შემთხვევაში ეს ჩემი თავის არჩევა არ არის, ეს ჩემი თავის დაღუპვა არის. და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რას ვამბობ და რას ვფიქრობ, ის დავაზუსტოთ, ჯერ საკუთარ თავთან, რა თქმა უნდა. რას ნიშნავს ავირჩიე ჩემი თავი? ავირჩიე, მაშინ ამას გადასახადი მოყვება. ამას მოყვება ჩეკი, ძალიან მძიმე გადასახადი იმ არჩევანს, რომელშიც მე შენ არ გითვალისწინებ. შვილს, ცოლს, ქმარს და ასე შემდეგ. მე ზოგჯერ გვიანია, ზოგჯერ არა. ეხლა რა თქმა უნდა, ადამიანის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ყოველთვის შეიძლება რომ იპოვოს გამოსავალი და ყოველთვის შეიძლება რომ დაფიქრდეს და შეცვალოს თავის ცხოვრება. ამ ხრივ ადამიანი უნიკალურია, იმიტომ რომ ეს პროცესია, მისი ცხოვრება არ არის სტატიკა, ეს ამ პროცესში ცვლილებები და საკუთარი თავის დღეს ჰუმანისტების ეს ფრაზა უკეთესი ვერსია შექმნას, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და რატომაც არა. და უკეთესი ვერსიას ვერ შექმნი, თუ სხვა არ ითვალისწინებ მოყვას. აქ მყოფ მშობლებს ხომ ძალიან უჭირთ ეს პროცესი. ფაქტორებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ყავს უამრავი მშობელი, რომელიც არის ემიგრაციაში და მათ კიდევ განსაკუთრებული გამოწვევა აქვთ უკვე დიდთან კონტაქტის, ანუ ბავშვთან ჩამოდიოდა, რაღაცა ინტენსივობით ახერხებდა, ჩამოვიდა, დახვდა დიდი შვილი. როგორ უნდა მოახერხოს ამ დისტანციაზე? ეს შორის ეს არის ჩვენი რაღაც ტრაგედია არის, ჩვენი ერის და სხვა შორის ახლა მე ძალიან ბევრი ემიგრანტი მყავს და მათთან მაქვს ურთიერთობა და როგორც ჩანს რაღაცა ეს საყოველთაო მიგრაცია არის მთელ მსოფლიოში დაწყებული, რაღაც თითქოს ერთ ადამიანი იმ ადგილას ვეღარ ჩერდება, სადაც იყო, რაღაც უკეთეს დაეძებს და თითქოს გეოგრაფიაში არის ბედნიერება, სად იქნები, მაგრამ რა თქმა უნდა, კარგი ცხოვრების გამო არავინ არ არის წასული, თუმცა ბავშვისთვის ეს არის ტრაგედია. მაგრამ ძალიან ბევრი იქაური მშობელი, ბევრად უკეთესი მშობელია, ნინო, ვიდრე, აი რო ვთქვა, იმიტომ რომ მე ვიცი ვიღა ადამიანები ჩართული არიან ყოველდღიურად, მასწავლებელი მეცადინეობა სად არის, საწავიდა, საწამოვიდა, რას ჭამს, რას ჩაიცმევს, ერთად მეცადინეობენ, უყვება აბარებს. და ერთ-ერთმა მითხრა, რომ იქ რო ცხოვრობდიო, საერთოდ სკოლაში ნამყოფი არ ვიყავიო და მასწავლებელს არ ვიცნობდიო, ეს თვითდინებაზე მყავდაო და აქ ისეთი დანაშაულის განცდა მაქვს, რომ ამის დაკომპენსირება სხვა რამით არ შემიძლია. ხა გავიგე ფულს აგზავნი, საჩუქარს აგზავნი, მაგრამ ეს ხო არ არის კომპენსაცია, ის ფული და ის საჩუქარი ბავშვს ერთის ხო უხარია, მაგრამ ასწავლის ამას, რომ თუ რამე გინდა, ეს უნდა იყიდო, ეს საჩუქრიდან რაღაც. აი ეს ურთიერთობა, ეს სითბო და ზოგი ამას ახერხებს შესანიშნავად და ამიტომ ემიგრანტის შვილებს თავისებური გაჭირვება ადგათ, მაგრამ ბევრი მათგანი ძალიან კარგად და ძალიან ღირსეულად ახერხებს, რომ მშობლების ეს კონდეთ და რაღაცნაირად მადლიერება კონდეთ იმის გამო, რომ ბევრს უთქვამს იგივე მოზარდ ჩემთვის, რომ აი ხა დედა რო იქ არ იყოს, ეს კი მესმის, რომ რაღაც ის ტკივილით ნათქვამია, მე ვერც ამ სკოლაში ვიქნებოდი, ვერც ეს ამაში ვჭამდი, ვერც ამას ჩავიცმევდი და მე მესმის დედა რატომ არის იქ. აი და იგივე მოზარდს უთქვამს ეს წარმოიდგინეთ და აქედან გამომდინარე, რა ვიცი, რაც არის მოცემულობა, ეს არის ზოგჯერ რაღაცა აი ბერძნებს უყვართ ამის თქმა და მეც ვიმეორებ, რომ ძველ ბერძნებს ადამიანმა უნდა გაარჩიოს ორი რამეო ცხოვრებაში, რასაც ეშველება და რასაც არ ეშველებაო და არის რაღაც მოცემულობა, რომელსაც შეგიძლია თავი ურტყა კედელს და თვითონ გამოლაყდება ამ დროს ადამიანი, მაგრამ ჯობია რაღაცა
გზები იპოვო ამასთან ერთად თანაცხოვრების თუ ადაპტაციის თუ როგორ შემოუარო, როგორ გამოიყენო ის ენერგია, რაც შენსკენ მოდის, თუნდაც ნეგატიური, იმისთვის რომ გადარჩე და რაღაცა სარგებელი მიიღო სულიერი, რა თქმა უნდა, და ჩემი საყვარელი კითხვა არის მოზარდებთან, რა გასწავლა ამან. იმიტომ რომ მე თუ რაღაცა მასწავლა, აი TikTok-მა თუნდაც ან Reels-ებ დღეს რო არის 2 წამიანი, 3 წამიანი, ჩვენ ამაზეც ხშირად ვსაუბრობთ. მაშინ ეს ამას თავისი რაღაცა საქმე გაუკეთებია. და მე თუ სიცარიელე დამიტოვა და ყველაზე ძვირფასი რაც გაგაჩნია ერთ-ერთი არის დრო და ის მთლიანად წამართვა, მეუბნები მოიხედავ და 20 წლის ხარ, მოიხედავ და 40-ის, მოიხედავ და 60-ის, 20 წლეულობით ემატება თითქოს ცხოვრება და დრაში ცხოვრობ, ხო, და რა გასწავლა. და ვთქვათ ვიღაცა მეუბნები რომ კვერცხი შეწვა ვისწავლე, მე ვთქვი ეს უკვე კარგია, რაღაცას თუ ისწავლი. და ხშირად ვითქვამს ჩვენ სამყარო ცხოვრება და ადამიანები სულ გვასწავლიან იმას როგორი უნდა იყო, გვასწავლიან იმას როგორი არ უნდა იყო, გვასწავლიან იმას საით უნდა გაუხვიო, სად წაიქცევი, სად არ წაიქცევი და ეს ცხოვრება გადაშლილი წიგნია სამყარო. ამ წიგნის წაკითხვაც უნდა შეძლო. საკუთარი სხეულიც არის ყველაზე დიდი მეგობარი ჩვენი და დიდი მაცნე თუ რა გვჭირს, როდესაც თავში ბუნდევანება მაქვს და ვერ ხვდები, რომ მოусმინო სხეულს შეიძლება უფრო მიხვდე რა შეეც საქმე, რა მაწუხებს, რატომ ვარ ასე დღეს და რა ვიცი, ცოტა მეტი ეს ბაირონს აქვს ეს სიტყვები და თვალებს ხუჭო მხოლოდ იმისთვის, რომ თვალთა ხედვა მიუმართო შიგნით და თვალებიც დავხუჭოთ იმისთვის, რომ თვალთა ხედვა მიუმართოთ შიგნით და იმდენი საქმე დაგხვდება, რომ ძალიან ნაკლებად გვექნება დრო სხვების დასამონათებლად და სხვების გასაკრიტიკებლად. დღეს მე თქვენთან ურთიერთობა მასწავლა, რომ რეალურად ყველაზე მეტად მშობლებს უნდათ, რომ თავისი შვილებისთვის იყვნენ ავტორიტეტებიც, ნდობაშიც, ჯანსაღ კომუნიკაციაშიც, მაგრამ აი ხანდახან ჭირდება აი ამის გაცნობიერება და ჩემთვის ძალიან ღირებული იყო დღევანდელი თქვენი საუბარი, სადაც ზოგჯერ ძალიან პატარა დეტალზე აქცენტია გასაკეთებელი და იმ ინერციისგან განთავისუფლება, რა ინერციითაც მივდივართ, რომელიც ხელს გვიშლის, რომ გავაცნობიეროთ ის პატარა დეტალი, რომ გგონია და სინამდვილეში ძალიან დიდია. ბოლო შეკითხვა მაქვს ესეთი, ქალბატონო მარინა. თქვენი ცხოვრება, რომელიც განვლეთ თქვენი პაციენტების გამოცდილებები, თქვენი დაკვირვებები, ყველაზე მთავარი მესიჯი, რომელიც თქვენ მიიღეთ და ისწავლეთ თქვენი გამოცდილებით, რა არის? მე ვიტყოდი, მადლობთ ნინა პირველ რიგში ესეთი თბილი სიტყვებისთვის და ალბათ მე ის ვისწავლე, რომ რასაც ვხედავ ეს ის არ არის, რაც მგონია, რაც მესმის, არც ეს არის ის ზოგჯერ რაც მესმის. მე ცხოვრება მასწავლა დაფიქრება. პრობლემის ერთი მხრიდან პოზიციური აზროვნებიდან კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებაზე გადასვლა, რომ მოვლენას თუ სხვა მხრიდან შეხედავ, სხვა რამეს ხედავ, ზემოდან თუ დახედავ, საერთოდ სხვა რამეა და მასწავლა ის, რომ დროზე ადრე შეფასებებისგან თავი უნდა შევიკავო და ეს მთელი ცხოვრება არის პროცესი, კვლევა და ვეცადოთ, რომ მეტი პოზიტივი შევიდანოთ ურთიერთობაში და ვეცადოთ, რომ დავინახოთ მეტი პოზიტივი. მე თუ პოზიტივს დავინახავ მეც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ნეგატივს არ ვხედავ და ვერ ვხედავ, მაგრამ მე ამით ვაინიცირებ და მე ამით უფრო მეტად ვასაზდოვებ იმ სიკეთეს და პოზიტიურს. აი როგორც ფუტკარზე და ბუზზე ამბობენ, ფუტკარი ყვავილს დაეძებს და ბუზი თქვათ ნაგავს. რასაც ეძებ იმას პოულობ. რა ვიცი, ბევრი რამე მასწავლა ცხოვრება, მათ შორის ისიც, რომ არაფერზე თავი არ უნდა დაადო, მათ შორის ისიც, რომ არავინ არ უნდა განიკითხო, იმიტომ რომ არც ხვალ შე რა მოგივა, შე რა სიზამ, შენი შვილი რა სიზამს, რა არჩევანის წინაშე დადგები. და მე შეიძლება ძალიან შეგწხვეს იმ ადამიანისთვის თვალებში ჩახედვა და სირცხვილიც ძალიან კარგი ადამიანური ემოცია. უნდეს უნდა ვაცნობიერებდე ხა, არაცნობიერ სირცხვილზე არ მაქვს ლაპარაკი. რა ვიცი, ბევრი რამე მასწავლა და ჩემთვის ცხოვრება არის პროცესი,
ძალიან საინტერესო, ძალიან სასიამოვნო და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან ურთიერთობა. მადლობა. მადლობა ნინა.